ეს ხო დიმიტრი ობოლაძე, რომელმაც სპორტის სიახლეები გაგვაცნო, მადლობა დიმა. სოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის ჰიპერმარკეტი თბილისში სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში კარფური გაიხსნა, რომელსაც ჰიპერმარკეტების ქსელი მთელ მსოფლიოში 1958 წლიდან აქვს თბილისის კარფურში პირველი 600 ადამიანის დასაქმდა. მერიამ თბილისი მოლის მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტის რამდენიმე ხაზიც დანიშნა. ხვალიდან ჰიპერმარკეტში პროდუქციის შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს ძალიან სწრაფად ვითარდება და წინ მიდის. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ კარფური გავხსნათ. საქართველოში არ არის კორუფცია და აქ ინვესტიციების განხორციელება ჩვენთვის საინტერესოა. უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ერთ ობიექტს გავხსნით. ჰიპერმარკეტების აშენებას ასევე ვგეგმავთ ბათუმში, ქუთაისში და რუსთავში. თითოეული დღე, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან არის დაკავშირებული, გვაშორებს უმუშევრობასთან, უიმედობასთან, ისევე როგორც გვაახლოებს იმ სანუკვარ პერიოდთან, სადაც ნომერ პირველი პრობლემა აღარ იქნება საქართველოში უმუშევრობა.